მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ქვიანში სოფლის ენერგოგამონაწილებლის შესაძლო დემონტაჟს პროტესტებენ. რუბრიკის დაუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანიდან თავასობდა. ქვიანში მოსახლეობის ერთი ნაწილი ერთად შეკრებილი დაგვხდა. პრობლემა, რომელიც აქაურებს უდგათ, მათთვის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა საქართველოში და განსაკუთრებით სოფელში ყველაზე რთული დრო იყო. მაშინ ქვიანელებმა ლამის უკანასკნელი თანხა აიღეს ოჯახის ბიუჯეტიდან და ტრანსფორმატორის შესაძენად დადეს. ელექტროგამონაწილებელი, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ, ქვიანელებმა საკუთარი ხარჯებით ზუსტად 20 წლის წინ შეიძინეს. დღეს შესაბამისი ორგანოები ტრანსფორმატორის დემონტაჟს მხოლოდ იმ მიზეზის გამო აპირებს, რომ ქვიანელებმა ელექტროგამონაწილებლის გაფორმება თავის დროზე ვერ მოახერხეს. ხო 25 მანეთი მაშინ დავდებით 25 მე 50 მანეთი დავდებით საიყო საერთოდ მე ვიდე ნაგენი საერთოდ ამ 20 წლის განმავლობაში მოსულ არიან კითხულობდნენ რამეს 100 კილოვატიანია 40 ოჯახს ჰქონდა ძვირფასით მაღალი კაედენ იყო ახლა დენის არ ვარგა ადაპტორი მაქვს და იგიც არ ვარგა ხო და მიაქვენ ახლა კაცო ერთ ტრანსპორტაზე შეერთებული ვართ ახალი გაკეთებული რაც სოჩიკები გააკეთეს და ნახევარ შუქი არ გვაქვს გეთიშება არ ყოფნის ის აქაურები საუბრობენ უწყლობაზეც წყალი აქ უკვე დიდი ხანია აღარ მოდის ადვილად შრება ჭებიც თუ კი ამ საკითხზე მუშაობა დაიწყება ადგილობრივები მზად არიან საქმე გაფუჭებულია დაჟანგულია ტრუბები და არ გამოდის არაფერი რა უნდა ვქნათ ჩვენ არსებობა არ გვინდა პრობლემა არის ის რომ არ გვაქვს საფულში წყალი ამაშია უნდა ესე რეაბილიტაცია უნდა იმას უნდა შეკეთება გამზადება ცემენტი უნდა ამბავი უნდა საქმე ტრანსპორტი უნდა ატანა უნდა იქინი ახლა ხელით ვერავინ ვერ ეიტანს მაგას უნდა ტრანსპორტ დეტაქტორი უნდა მანქანა უნდა რაღაცა უნდა და დაფინანსება უნდა უბრალოდ აქაურები ითხოვენ გაზიფიცირების პროცესის დაწყებასაც მით უმეტეს რომ ცენტრალური მაგისტრალი სოფელთან ახლოს გადის აქედან 100 მეტრში გადის 200-იანი უზარმაზარი ტრუბა გაზი მიდის აჭარაში. გაზი. ჩვენ სოფელს გაზი არა, ყველა სოფელს გაზიო, ხო იძახი? სად არის? ტრუბა აგერა, ტრუბაზე ბოდიში და განვართ, გაზი არ გვაქვს. ხო შეიძლება რომ გამოგვიყვანოთ. $40,000 უნდა გამანაწილებელსო. $40,000 რომელ მოსახლეს აქვს რომ გადაიხადოს. ამას უნდა ან ბიზნესმენი, ან მეწარმე, ან ვიღაცა, ხო არა, ამ ჩვენ ამ კუთხეში არა, ამარეში. ამიტომ დაგვეხმარო თავრობო და გაგვიკეთოს ეს გაზი. რთული ვითარება სოფლის მეურნეობის დარგშიც. ყანების დამუშავება ტექნიკის არასაკმარისობის გამოძნელდება. პატრონი თუ ყავს იგი გააკეთებს იმით მოხნავს არა და მე თუ არ მაქვს ამ წუთას ფული არ ნამე ხო? იმ წუთში ხელათ იმას გიზამს. წაგაგლიჯავს იმ ტრაქტორს და სულ არ ჩამოვალ შეკო ამას გეუბნები. ჩამოთვლილის მიუხედავად ახლა ქვიანელების საფიქრალი ენერგოგამონაწილeblis თემაა. მოსახლეობა შესაბამის ორგანოებთან შეხვედრას და მოლაპარაკებას ითხოვს. ვითარების მათთვის სასარგებლოდ შებრუნებას თუ არა ახსნა განმარტებას მაინც იმსახურებენ ადგილობრივები. მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. ადგილობრივებს სოფელ გურიანთაში ამჯერად კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის კოალიციის საარჩევნო პროგრამის გაცნობა გახლდათ. სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად ქცევა, უმუშევრობის აღმოფხვრა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ეს გახლდათ თემები, რომლებსაც ბესელია გურიანთელებს ესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი იყო დაგეგმილ აქციაზე, რომელიც ოზურგეთში ჩატარდება. ეკა ბესელიამ ადგილობრივებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ჩვენ ვაგრძელებთ უკვე ჩვენ შემდეგი ჯგუფი ვართ და ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვემზადებით ოზურგეთში აი ძალიან დიდი შეკრებისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ აი თბილისის დიდი შეკრების, იმერეთის დიდი შეკრების შემდეგ ოზურგეთი იქნება მესამე, სადაც აი ეს კუთხე გამორჩეული თავისი დამოკიდებულებით, განწყობით, ემოციით, მხარდაჭერით გამოხატავს ქართული ოცნებისადმი და მისი ლიდერისადმი დობას. იმედი გვაქვს რომ მომავალში ყველა დაუდგებელი გვერდში და მაგ ადამიანი ალბათ ნახავს მიზეზას. მინდა საქართველოს უკეთესობა და სამუშაო ადგილები, რომელიც არ გვაქვს სამუშაო. ხვალინდელი დღის საფუძველია რომ ჩვენ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი და მართლაც საბოლოო ის იქნება, რა ქვია, მომენტი ჩვენს ცხოვრებაში. სიახლის ან სიძველის. სოფლის მეურნეობის განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ადგილობრივ ფერმერებს დარგის განვითარების ინოვაციურ მეთოდებზე ესაუბრნენ.
აუდიტორიას თხევადი ორგანული სასუქის ორგანიკას და ბიოპესტიციდების ბიოკატენას შესახებ თავად ექიმი ჰომეოპათი თხევადი ორგანული სასუქის ორგანიკას შემქმნელი ესაუბრა და პრეპარატების დადებითი მხარეები გააცნო, როგორც აღმოჩნდა ყველა მათგანი უკვე გაყიდვაშია. მეცნიერებმა, რომლებმაც ლაბორატორიული კვლევებით უამრავი სასარგებლო ბაქტერიები აღმოაჩინა ორგანიკას შემადგენლობაშია, რომლებიც ნიადაგში შეყვანით მცენარეთა კვებას და ნიადაგის თვისებებს აუმჯობესებს. მინერალური სასუქის ელემენტების კომპლექსური გამოყენება იმის გარანტიას იძლევა, რომ მოსავალი სტაბილური და ვარგისიანი იყოს. რაც შეეხება ბიოკატენას, ის ამერიკულ პეპელაზე, ხოჭოზე და სხვებზეც გამოიყენება. ამას გარდა ბიოლოგიურ პრეპარატებთან ერთად დადებითად მოქმედებს ნიადაგზე. როგორც აღინიშნა, თავად ორგანიკა ლონდონის გამოფენაზე ოქროს მედლითაც დაჯილდოვდა. დღეს ჩვენი ფირმა წარმოადგენს ორგანულ თხევად სასუქს ორგანიკას და ასევე ბიოპესტიციდებს. რო ვთქვათ, ესე იგი პეპელასზე, ზემოქმედება ხოჭოზე, ჭრაგზე და ნაცარზე. ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო ნივთიერება, რომელიც არანაირად უარყოფით არ მოქმედებს ადამიანზე და მხოლოდ დადებითი ეფექტი გააჩნია მცენარეზე. წესრიგში ყოველთვის იდგა ბიოლოგიური აქტიური ნივთიერებების და სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება. ეს ყველაფერი ფერმერებამდე სამწუხაროდ არ არის მიტანილი, მე ასე ვიტყოდი. და ჩვენ ტრადიციულად სასუქები, აი აზოტოვანი სასუქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვა სასუქები, რომელიც არის რო იტყვიან რა ყოველგვარი დოზის გარეშე ნიდის ხმარებაში. ეს ყველაფერი მოქმედებს ეკოლოგიაზე, შემდგომში ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და რეპროდუქციაზე, კიდე მე ასე ვიტყოდი. ჩვენ უკვე რაღაცნაირი გამოცდილებაც გვაქვს სხვადასხვა სადემონსტრაციო ნაკვეთებში, ჩვენ ხმარობთ ამ ორგანიკას და ეფექტიც გვაქვს და შედეგიც გვაქვს. გითხრენ ახლა და გაგვარგვიან უჯობესებს მოსავალს დაავადებების მიმართ უფრო გამძლეა. ეს პარაზიტები ძვის. და ჩემი აზრით მინდა რომ უჯობესი იქნება, რომ მოსავალს გაუმჯობესოს. და ხელსაყრელი ფასი არ არის იმდენი ძვირი. და ფერმერს მე რა უნდა და გლებს. უამინდობის გამო გადადებულ ბავშვთა დაცვისადმი მისღვნილ ღონისძიებებს კულტურისა და დასვენების პარკმა უმასპინძლა. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. უფასო ატრაქციონები, ასფალტზე ხატვა, პატარა კონცერტი და კონცერტის დასასრულ სპექტაკლი ნაცარქექია. ეს გახლდათ ბავშვებისთვის განკუთვნილი იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელსაც ორგანიზება კულტურის სამსახურმა გაუწია. კონცერტზე, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკის საზაფხულო თეატრში გაიმართა, პატარა მომღერლებმა სხვადასხვა ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს. ითქვა ლექსებიც. კონცერტის დასასრულს კი წამყვანმა სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებს და საბავშვო ბაღების აღსაცდელებს სერტიფიკატები გადასცა. კონცერტის ბოლოს პატარებმა საბავშვო თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი ნაცარქექია ნახეს. გვიანებით, მაგრამ მაინც აღნიშნეთ ბავშვთა საერთაშორისო დღე. ბავშვებს შეუძლიათ დახატონ, როგორც დახატეს. ამ ყველაფრისთვის კი მიიღეს მათ სიგელები, რომლებიც დაურიგდათ და შემდეგ გაიმართა სპექტაკლი ნაცარქექია. ეს ღონისძიება არის, რომელიც უამინდობის გამო ვერ შევძელით, რომ პირველ ივნის გამართულიყო, მაგრამ ის დაპირება, რაც ჩვენ ბავშვებს დავპირდით, რომ აუცილებლად ჩატარდებოდა, ნუ დღეს უკვე ძალაში არის და ტარდება და ჩვენ არაერთი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი წელს ზაფხულის პერიოდში. ანუ ეს ბავშვები, რომლებიც ვერ მოახერხებენ გასვლას დასასვენებლად, მათთვის სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, როგორც პარკში, ასევე სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორც გართობის მხრივ, ინტელექტუალური თამაშები და ასე შემდეგ, მთელი ზაფხულის პერიოდში იქნება პატარებისათვის. დღევანდელი გამოშვება ამით დასრულებულია. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი ხვალ დაგიბრუნდებათ. კარგად გრძანდებოდეთ.